მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ვნახოთ დღეს თუ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. ვარიანტი გვექნება სულ ორი, პირველი ვარიანტი ასეთი ქვა და მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. ახლავე დავარიგებ ვარიანტებს, გამოვიყენებთ ასეთ ტაროს დასტასა და ორაკულის არკანებს და მოდით ვნახოთ აბა რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. პირველი ვარიანტისთვის და რა მესიჯი აქვს მეორე ვარიანტისთვის. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ოქტომბერი-ნოემბრის თვე იდეალური პერიოდი არის ტრანსფორმაციებისთვის, პირადი კონსულტაციებისთვის, იმიტომ რომ 31 ოქტომბერი ძალიან მაგიური დღესასწაული არის, სამაინი. ასევე შესანიშნავი არის ახლა მაგიური დიაგნოსტიკები, წელიწადის ტარო პროგნოზები. ამიტომაც მსურველებმა მომწერეთ პირადში. ფიქრობ უკვე არჩევდით სასურველ ვარიანტს, ვინც არა ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენთან ვნახოთ აბა რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა. არკანის შეყვარებულები. რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა პირველი ვარიანტისათვის. თასების 6-იანი და პენტაკლების პაჟი. 2-6-იანი ამოვიდა. პირველ რიგში გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ ახლა თქვენ რა ნოსტალგიასაც განიცდით, ეს ნოსტალგია არის არა კონკრეტული ადამიანის მიმართ, არამედ კონკრეტული შეგრძნებების მიმართ. და რას ვგულისხმობ ახლა მე? მეგობრებო, ზოგადად ჩვენ ადამიანებს ძალიან გვჩვევია ის, რომ ვეჯეჭვებით ერთმანეთს, ვეჩვევით ერთმანეთს, ვეჭიდებით დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობებს, როგორც მეგობრულ სამხანაგურს, ასევე რა თქმა უნდა სასიყვარულოსაც და ახლა თითქოს თქვენ ხართ რაღაც გარკვეულ ნოსტალგიურ ემოციებში, მაგრამ ეს ნოსტალგიები დიახ გარკვეულწილად შეიძლება იყოს ხო კონკრეტული ადამიანის მიმართ, მაგრამ რეალურად სიღრმისეულად რომ ჩაიხედოთ საკუთარ თავში, ეს ნოსტალგიები უფრო მეტად არის უშუალოდ საკუთარი თავის მიმართ, იმ შეგრძნებების მიმართ, რომლებსაც თქვენ იმ პერიოდში და იმ მომენტში განიცდიდეთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. კიდევ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. კვერთხების 5-იანი და კვერთხების პაჟი. ნახეთ, შესაძლოა ძალიან ბევრი თქვენგანი გრძნობდეს თავს ისე თითქოს რაღაც თქვენი სიტუაცია არის ძალიან გაჩერებული, დაპაუზებული, თითქოს არაფერი არ ხდება, არაფერი არ იცვლება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცდებით, იმიტომ რომ ნელ-ნელა თუ დააკვირდებით, ნელ-ნელა ცვლილებები უკვე მიმდინარეობს თქვენს რეალობაში. დიახ, ნელი ტემპით, მაგრამ საკმაოდ სწორი ტემპით და ახლა თქვენ რასაც განიცდით, რა ემოციებშიც არ უნდა იყოთ, ეს ემოციები თქვენ გჭირდებათ იმისათვის, რომ უფრო სწორი დასკვნები გააკეთოთ საკუთარი რეალობის შესახებ. ეს არის ბრძოლა საკუთარ თავში, აქ ებრძვის თქვენი რამდენიმე მხარე. ხვდებით? აქ თქვენი რაღაც გარკვეული მხარეები ებრძვიან ერთმანეთს. და ეს შინაგანი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, არის დროებითი, აუცილებლად იქნება აქ ცვლილებები და უკვე მიმდინარეობს უბრალოდ ძალიან ნელი ტემპით. და მოდით ახლა ორაკულის არკანი დავამატოთ, რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა პირველი ვარიანტისთვის. ნახოთ აბა. ნახეთ კრისტალები და შელოცვის ინგრედიენტები. უკაცრავად დაპაუზება მომიწია. ნახეთ კონკრეტულად ეს არკანი გეუბნებათ იმის შესახებ, რომ თქვენ თავადვე კურნავთ საკუთარ თავს და თქვენ ახლა ხართ ერთგვარი თვით განკურნების პროცესებში. მე ვსაუბრობ ახლა ძალიან ისეთი მარტივი და ცოტა არ იყოს ზედაპირული ენით, ხო? აი ის ყველაფერი რაც გითხარით, მაგრამ რეალურად თქვენ რასაც განიცდით, ძალიან მშვენივრად მესმის, რომ საკმაოდ სიღრმისეულია. და ახლა თქვენ გადიხართ ზუსტად იმ ეტაპს, როდესაც თქვენი ძველი მე ინკურნება თქვენს მეშვეობით, იმიტომ რომ თქვენ თავად კურნავთ მას. და იცით, თქვენი მედიცინა, თქვენი პანაცეა ხართ თქვენ თავად, თქვენივე ფიქრები. მესმის, რომ ახლა შეიძლება თავს ძალიან ცუდად გრძნობდეთ და კარგულად, გაღიზიანებულად სადღაც და გაბრაზებულად ადამიანებზე სამყაროზე. მაგრამ ჩვენს რეალობაში აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი მიზეზები. აბსოლუტურად ყველაფერს. და თქვენ ახლა ინკურნებით, თქვენ უკვე გახართ ამ განკურნების გზაზე. და ის ემოციები, რომლებსაც ახლა განიცდით, საჭირო არის იმისათვის, რომ სწორად აღიქვათ ეს რეალობა და განთავისუფლდეთ წარსული ნეგატივისგან.
სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და მოდით ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლად, ასების სამიანი. პირველ რიგში შეძლებს დაგვარებთ თქვენ აქ ტაროტს არკანები გირჩევენ იმას, რომ გაერთოთ მეგობრებთან, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში თუ არ გართობილ ხართ მათთან ერთად. ვისაც არ ყავთ მეგობრები, თქვენ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ აქ ახლო მომავალში შესაძლოა რაღაც ახალი სამეგობრო წრე შეიქმნას თქვენს ირგვლივ, ან ახალი ადამიანები გაიცნოთ, იმიტომ რომ რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა. ხოლო ვისაც ყავთ მეგობრები, აუცილებლად მოიკითხეთ ისინი, კითხეთ როგორ არიან, ეცადეთ რომ მათთან ერთად სადმე გახვიდეთ, გაერთოთ. კარგით, ნახოთ დავამატოთ არკანები კიდევ. რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა მეორე ვარიანტისთვის? კვერთხების ათიანი და კვერთხების პაჟი. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იგრძნობა მენტალური, თითქოს აი პირველი ვარიანტი თუ იყო ემოციურად გადაღლილი, გადატვირთული, აქ მეორე ვარიანტი კიდევ უფრო მეტად გადაღლილი არის, მაგრამ ცოტა სხვა მიმართულებით. პირველი ვარიანტი თუ იყო რაღაც ასე ვთქვათ, შინაგან კონფლიქტებში, თქვენ მეორე ვარიანტი აქ უფრო მეტად ხართ არა შინაგან კონფლიქტებში, არამედ ზოგადად ზედმეტად ბევრი გაქვთ რა აღებული საკუთარ თავზე და თქვენ გჭირდებათ როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური დასვენება. და ყველაზე პოპულარული ჭალებში შეცდომა ადამიანების არის ის, რომ როდესაც უხსენებ დასვენებას, ეგრევე ჰგონიათ, რომ უნდა წავიდნენ ან ზღვაზე, ან მთებში, ან სადმე და იქ დაისვენონ, ან უნდა იწუნენ მთელი დღე და სკროლონ, ხო, რილსები, სოციალური ქსელები, მაგრამ რეალურად დასვენებაში იგულისხმება ის, რომ უბრალოდ დაასვენოთ როგორც თქვენი გონება, ფიქრები, ასევე სხეული. მაგალითად, 1 საათით მაინც რომ წამოწვეთ ყველანაირი ტელეფონის და ყველაფრის გარეშე და უბრალოდ თქვენს ფიქრებს, თქვენს ემოციებს დააკვირდეთ ამ დროის განმავლობაში ყველანაირი პრეტენზიების გარეშე, ესეც კი ძალიან კარგი იქნება თქვენთვის. და პლუს, რა თქმა უნდა, გართობაც დასვენება იქნება თქვენთვის მეორე ვარიანტი, მაგრამ უფრო მეტად ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რაც მე თქვენ გითხარით. ახლო მომავალში ასევე გელოდებათ ახალი ადამიანების ან კონკრეტული ადამიანის გაცნობა. კიდევ მინდა ერთი ტაროს არკანი დავამატო და შემდგომ ორაკულის არკანს დავამატებ მესიჯის სამყაროსგან. პენტაკლების რვიანი. თქვენ იცით ძალიან შრომის მოყარე ადამიანები მყავხართ? აქ მეორე ვარიანტი. ძალიან გიყვართ მუშაობა როგორც საკუთარ თავზე, საკუთარ რეალობაზე, ზოგადად ხართ ყველანაირი თვალსაზრისით შრომის მოყარე პიროვნება, რომელსაც აი ძალიან უყვარს ენერგიის ჩადება და თანაც ძალიან კეთილსინდისიერად აკეთებთ თითქოს ყოველთვის თქვენს საქმეებს, რასაც არ უნდა ეხებოდეს იგი. მაგრამ ნახეთ თქვენს რეალობაში აუცილებლად შემოვა სტაბილურობა, მეტი სიმყარეც და თქვენი შრომაც, თქვენი შრომებიც აუცილებლად გახდება ბევრად უფრო ნაყოფიერი, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე თქვენ გჭირდებათ შესვენება და ამოსუნთქვა, მაგრამ ნორმალური შესვენება და ამოსუნთქვა და არა უბრალოდ არ ვიცი სადმე წასვლა, წამოსვლა, რილსების სკროლვა და ასე შემდეგ. ახლა კი მოდით ვნახოთ ასეთი მშვენიერესი ორაკულის დასტით. რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის მეორე ვარიანტი? ობობა. სხვათა შორის ვინც არ იცის, მინდოდა რომ მეჩვენებინა თქვენთვის, მაგრამ ახლა ისვენებს. ვინც არ იცის, მე მყავს სახლში, ობობა არა, მაგრამ ტარანტულა, ძალიან პატარა. ოდესმე აუცილებლად გაჩვენებ და ამ არკანმა რატომღაც შემახსენა. და ნახეთ კონკრეტულად ამ არკანში ვხედავ, იცით როგორ ენერგიებს ზოგადად რას აკეთებენ ობობები და ობობისებრი არსებები, როგორიც არის მაგალითად ტარანტულა, ხო? ისინი აკეთებენ ასეთ ობობის ქსელს მაშინ, როდესაც განიცდიან ტრანსფორმაციას, ვგულისხმობ ტარანტულებს, იმიტომ რომ ვინც არ იცის, ტყავს იცულიან ხოლმე და ასეთ ქსელს ქსოვენ იმისათვის, რომ ზუსტად ასეთ ქსელში კომფორტულად მოეწყვნენ და მოიშორონ ძველი ტყავი. და ასევე მეორე შემთხვევა, როდესაც ობობები ქსელს ქსოვენ, არის რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ნადირობენ. და ნახეთ თქვენს შემთხვევაში რის თქმა შემიძლია, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც აი ამ ქსელს ქსოვს ძალიან ბეჯითად, ძალიან ყოჩახად, მაგრამ ხანდახან მოგდით ზედმეტად ბევრი. ზედმეტად ბევრს ნადირობთ სხვების, უხეშად რომ ითქვას, სხვების ემოციებზე, სხვებზე შთაბეჭდილებების მოხდენაზე სადღაც ზედმეტად ბევრს ნადირობთ იმის მაგივრად, რომ უბრალოდ დატკბეთ თქვენი ტრანსფორმაციით. სულ ეს არის, მეგობრებო.
მე კი ამაზე დაგემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.